ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღმოჩენილ ხართ ისეთ სიტუაციაში, რომლის გამოც სირცხვილი გიგრძნიათ, მაგრამ დამერწმუნეთ, თქვენი უხერხული მომენტები არაფერია იმასთან შედარებით, რაც ამ ვიდეოს გმირებმა გამოსცადეს. ამ ეპიზოდში ყველაზე უიღბლო ადამიანებს გაჩვენებთ. ხანდახან ბავშვის დაბადების დღეზე მოწვეული მსახიობები შესაძლოა ძალიან არაპროფესიონალები აღმოჩნდნენ. ამ მსახიობის დაშვებული შეცდომის გამო ბავშვებმა დაინახეს თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო პრინცესა ელზა, თუ მას საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი ვარცხნილობა ექნებოდა. ალბათ ბავშვებისთვის ეს მომენტი დიდი იმედგაცრუება იყო. აი მომდევნო ადამიანი კი ნამდვილად უმუშევარი დარჩა. წარმოიდგინეთ, როგორია იმ ფაქტის გაანალიზება, რომ თქვენს სამუშაო ადგილს რობოტი იკავებს, მაგრამ ის ერთადერთი ადამიანი არა, რომლის ცხოვრებას ტექნოლოგიებმა გაართულეს. Use your teeth. Lana, I think I'm having stroke. Lana, I think I'm having stroke. ზოგიერთმა უფროსი თაობის წარმომადგენელმა ახალი ფილტრების შესახებ არ იცის. ამიტომაც მას შემდეგ, რაც TikTok-ის ერთ-ერთმა ფილტრმა ქალის სახე შეცვალა, ის საკმაოდ შეშინდა. მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ მსგავს ხუმრობებს ხშირად ბავშვებიც ვერ ხვდებიან. Okay. Oh my God, Natalie, it's stuck. His eye is stuck. Mama can fix him. Ready? Open. Oh, see? No, it's not fixed. ამ ბავშვს ფსიქოლოგი ნამდვილად დასჭირდება, მაგრამ მას მოცდა მოუწევს, რადგანაც მას კაბინეტთან ბავშვების დიდი რიგი დახვდება. მათ შორის კი ეს გოგონაც იქნება. რაც არ უნდა იყოს, ამ ბავშვმა ტირილი არ დაიწყო, რასაც ვერ ვიტყვით მომდევნო ბავშვზე. 2022 წელს ეს ბავშვი ყინულის დისნეის ესწრებოდა, მაგრამ ერთ მომენტში მისთვის ყველაფერი კოშმარად გადაიქცა. როდესაც ეს ბავშვი ფსიქოლოგთან მივა, ისიც ხვებივით რიგში ჩადგება, რადგანაც მის წინ რიგში კიდევ 3 ბავშვი იდგება. Look at this one. Fire, go and help the boys. They don't know what they're doing. Go on, quick, help them. Go on over and help them. ჯუჭყიანი პამპერსებისა და ისტერიკების შემდეგ ამ ბავშვების დედამ, როგორც ჩანს, მათზე შურისძიება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა ეს სასაცილოდ ჩათვალეს, რეალურად ასეთი ქმედება საკმაოდ სახიფათოა, რადგანაც შესაძლოა ბავშვებს შიში მთელი ცხოვრება გაჰყვეთნოდა. ამაზონის კურიერს მწერი აწუხებდა, ამიტომაც მან მისი მოშორება სცადა. როდესაც სახლის მეპატრონემ კამერის ჩანაწერი ნახა, ის კურიერზე არ გაბრაზებულა, მაგრამ შემდეგმა კურიერმა უფრო სერიოზული შეცდომა დაუშვა. Why will you wait, bro? Don't we wait and sit together, bro? That's you. ოჰაიოში ერთ-ერთი შეკვეთის მიტანის დროს კურიერმა, რომელსაც $4000 მაცივარი გადაჰქონდა, საკუთარი ძალები ვერ გათვალა და ნივთის შემთხვევით ხელიდან გაუვარდა. სამწუხაროა, მაგრამ მძიმე ტვირთის გადატანა მხოლოდ ამ უიღბლო კურიერს არ უცდია. ცუდია, რომ ეს ბიჭი სამსახურში იმყოფებოდა, რადგანაც ასეთი რამის შემდეგ მას დალევა ნამდვილად არ აწმენდა. ამ შემთხვევაში ლუდის დაქცევა მხოლოდ მისი ბრალია, მაგრამ ხანდახან ყველაფერი პირიქით ხდება. სასმლის გარეშე ფეხბურთის ყურება ბევრს არ უყვარს, მაგრამ ამ ბიჭს სხვა გზა ნამდვილად არ დაუდავეს. ადამიანების გარემოცვაში მომხდარი უხერხული მომენტები არასასიამოვნოა, მაგრამ შემდეგ ბიჭს საკუთარ სახლში არ გაუმართლა.
როდესაც ეს სტრიმერი კომპიუტერის აწყობას ცდილობდა, მოულოდნელად ცეცხლი გაჩნდა. მან იფიქრა, რომ ძვირადღირებული კომპიუტერი დაიწვა, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, რეალურად მხოლოდ 2 კაბელი დაზიანებული იყო. ხანდახან ნივთები მწყობრიდან ყველაზე შეუფერებელ მომენტში გამოდის. ამ უიღბლო მძღოლს მეტი ჰაერი სჭირდებოდა, მაგრამ მან მხოლოდ შიში იგრძნო მას შემდეგ, რაც მისი კაბრიოლეტის სახურავი ფიქსაციის მექანიზმის გაუმართავობის გამო ჰაერში აფრინდა. საბედნიეროდ, სხვა მანქანები არ დაზიანებულა. აი, შემდეგ მძღოლს კი ნაკლებად გაუმართლა. Bro. Look at this bloke. No way. What are you doing, bro? Can't park there, bro. Because you see those two pedals are too close together. Yeah, When I was pressing you the thought it was brake, the brake? I just pressed the thingy and then just. Yeah, you need to press easy, man. Oh no, honey. კაზინოს პარკირების ეს თანამშრომელი $1 მილიონი ღირებულების ლამბორჯინით მეორეს შეეჯახა. ავტომობილები მილიარდერს ლორენს ესკალანტეს ეკუთვნის, რომელსაც მათ შესაკეთებლად საჭირო ფული ნამდვილად ექნება, მაგრამ სუპერქარების დაზიანება სერიოზული შეცდომაა. ამიტომაც დიდი ალბათობით ეს ბიჭი სამსახურიდან დაითხოვეს, მაგრამ ყველაფერი შესაძლოა ბევრად უარესად დასრულებულიყო. Oh, what happened? What happened? You calling your mommy? Fuck the jet ski up. So what happens? Down. Look at this. Oh. Oh, yeah, that ain't good. Daddy's probably gonna be pretty mad at that one. Damn. Maybe you should down and no way explain people. Oh. Right in the dodge. როგორც ჩანს, კარმა სწრაფად მუშაობს. ალბათ ბიჭის მშობლები ძალიან გაბრაზდებოდნენ, როდესაც გაიგებდნენ, რომ ის ჰიდროციკლით სხვებს წყალს ასხამდა. შემდეგ კი ის დააზიანა. ჰიდროციკლები $5,000-დან $20,000-მდე ღირს. ამიტომაც დაზიანებული დეტალების შეკეთება ცოტა თანხა ნამდვილად არ დაჯდება. რა თქმა უნდა, ეს ბიჭი საკუთარი სისწრაფის გამო დაისაჯა, მაგრამ შემდეგი მორბენალი პირიქით საკმაოდ ნელი აღმოჩნდა. Pero ¿cómo están tontos? 2021 წელს მატეო ბუსტოსმა ესპანეთში ჩატარებულ მარათონში გამარჯვება ზედმეტად ადრე აღნიშნა. ის რამდენიმე თვე ვარჯიშობდა, მაგრამ მისი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ახლა ის გამარჯვებას მხოლოდ მოგების შემდეგ აღნიშნავს, როგორც ეს სპორტსმენები. ¡Vamos, Jambo, baile! ¡Dale, yeah, Japón, con tu chica, con tu pa! ¡Vamos! როდესაც ბალახის ჰოკეის არგენტინის ნაკრები 2020 წელს ფინალში გავიდა, მათ გამარჯვების აღნიშვნა სტადიონის დამლაგებელთან ერთად გადაწყვიტეს. სპორტსმენებს თამაში ახალი დამთავრებული ჰქონდათ, ამიტომაც რთულია გართობა მაშინ, როდესაც ცუდი სუნი გცემს, განსაკუთრებით თუ ეს სუნი საკუთარი სხეულიდან მოდის. როგორც ჩანს, მას ფესტივალზე დეოდორანტის წაღება დაავიწყდა. ეს კადრი პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, ასე რომ უხერხული მომენტი მთელმა მსოფლიომ ნახა. ეს გოგონა უბრალოდ მაყურებელი იყო, მაგრამ უხერხული სიტუაციების სცენაზეც ხდება. სასკოლო ღონისძიებაზე ამ ბიჭის კარგი განწყობა საჰაერო ბუშტებმა გააფუჭეს. მან ყველა შესაძლო ვარიანტი სცადა, მაგრამ როგორც ჩანს, ძალები მის წინააღმდეგ იყო. ბიჭი ასეთ სიტუაციაში ღონისძიების ბოლომდე გაიჭედა, მაგრამ ის იატაკზე მიწევებული ნამდვილად არ ყოფილა.
მუშამ ხის ფიცრებზე ძლიერი წებოდა ასხა, მაგრამ როდესაც ის ოთახიდან გამოსვლას ცდილობდა, მისი ფეხსაცმელი იატაკს მიეკრო. ვიდეო იმ მომენტში წყდება, როდესაც ის შიშველ ფეხს იატაკზე ადგამს. ცხოვრებაში ცუდი დღე ყველას გვქონია, ამიტომაც ჰიდროციკლის დაზიანებისა და ბუშტებთან ბრძოლის შემდეგ ალბათ არაფერი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე გემრიელი პიცის ჭამა, მაგრამ ხანდახან ცუდი დღეები უფრო უარესი ხდება. თუ ქარი ჩემს პიცას წაიღებდა, ალბათ მე ამას სამყაროს ნიშნად ჩავთვლიდი და რაციონში უფრო მეტ ბოსტნეულს დავამატებდი. მაგრამ როგორც ჩანს, ეს მამაკაცი დანებებას არ აპირებდა. ამიტომაც ის ტროტუარზე დაჯდა და პიცის ჭამა დაიწყო. საკვების დაყრა სანამ მის ჭამას მოვასწრებთ საშინელებაა, მაგრამ შემდეგი კერძი მის მომზადებამდე ბევრად ადრე განადგურდა. 2021 წელს ჯესიკა ბრაუნის მეგობრებმა მას ცუდი ხუმრობა მოუწეს. ის ფაქტი, რომ ქალი პირდაპირ კამერას უყურებს, გვაფიქრებინებს, რომ ეს შემთხვევა დადგმულია. აი შემდეგი შემთხვევა კი დადგმულს ნამდვილად არ ჰგავს. ამ მსახიობმა გაკეთებული საქმის შესაბამისი ანაზღაურება მიიღო, მაგრამ ის ერთადერთი ადამიანი არა, რომელმაც პუბლიკის გართობა ვერ შეძლო. ეს გოგონა TikTok-ში პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მას ჩუმად ვიდეო გადაუღეს. მომენტი ნამდვილად უხერხული იყო, მაგრამ ამ შემთხვევის მეორე ვერსიაც არსებობს. თითქოს ამ ცეკვისთვის ძაღლსაც კი შერცხვა, რაც შეეხება ძაღლებს. Unbelievable. No. What are you doing? So now I can't even put stuff up there? I'm looking right at you. ძაღლები ადამიანის მეგობრები უნდა იყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ძაღლმა პატრონის გაქურდვა გადაწყვიტა. 4 ფეხა დამნაშავე მალევე გამოიჭირეს, მაგრამ არსებობენ სხვა ქურდებიც, როგორც მაგალითად ეს პარკირების თანამშრომელი, რომელსაც ავტომობილიდან საღეჭი რეზინის მოპარვა სურდა, მაგრამ მან აღმოაჩინა, რომ მანქანაში კამერა ეყენა. სამსახურში ქურდობა, რა თქმა უნდა, ცუდი საქციელია, მაგრამ ხანდახან ადამიანებს ეს ფაქტი არ აჩერებთ. წელს ბრიტანელმა პარამედიკოსმა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მოხუცის სახლიდან 60 ფუნტის მოპარვა სცადა, მაგრამ მას შემდეგ რაც მან კამერა დაინახა, ისიც კინაღამ სირცხვილით მოკდა. საბედნიეროდ, ეს მისთვის ერთადერთი სასჯელი არ ყოფილა. ვიდეოს წყალობით პოლიცია მის ჯერ დააპატიმრა. შემდეგ $900 ჯარიმა დააკისრა და 120 საათიანი არაანაზღაურებადი სამუშაოც კი დაუწესა. საბოლოოდ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. მედიკოსისგან ასეთი ამორალური საქციელი ნამდვილად საწყენია, მაგრამ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანთა უმეტესობას ბევრად მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, მაგრამ რთული სამუშაო პირობების გამო ისინი ხანდახან ისე იღლებიან, რომ სახლში შესვლას ელექტროგასაღების გამოყენებით ცდილობენ. დაგვირდით მის უხერხულ მძერას, თანაც ის ერთადერთი არა.
როგორც ჩანს, ეს ადამიანები მუშაობის დროს ელექტროგასაღებებს ხშირად იყენებენ. პაციენტების მოვლა ნამდვილად რთული საქმეა, მაგრამ ხანდახან სიცოცხლის გადარჩენა უფრო რთულია. I'm saving you! Let me save you! Thank you. ტარავიგლი ციყვის აუზიდან ამოყვანას სცადა. ამის ნაცვლად კი მან მხოლოდ ახალი ფობია შეიძინა, მაგრამ ადამიანებს ხანდახან ისეთი რამისაც ეშინიათ, რაც რეალურად არ არსებობს. His hair! His hair! Oh God! Oh God! Oh God! You see that you were in? We can't see that, bud. Goo gaga! Goo gaga! ამ თამაშმა ბავშვი საწყის სეტინგებზე დააბრუნა, რადგანაც მას იმდენად შეეშინდა, რომ ლაპარაკიც კი დაავიწყდა. თუ მას მსგავსი თამაშებით გართობა სურს, მაშინ ის ნაკლებად მშიშა რა უნდა იყოს. ისეთივე, როგორიც ეს ბიჭია. ამ ბავშვს დაბადების დღის ტორტის სანთლების ჩაქრობა სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, მისი მამა უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა. ალბათ იუბილარი იმ მომენტში უკეთეს მას ნატრულობდა, როგორც მაგალითად ეს ბავშვია. Coconut juice. You want to try it? Yeah. Do you like it? Is it good? Do you want more? No, thank you. როგორც ჩანს, მას სასმელი არ მოეწონა, მაგრამ მან დედის განაწყენებას ტყუილის თქმა ამჯობინა. ხანდახან ასეთი მომენტებისთვის უფრო მეტი ტალანტია საჭირო. How is it? Good. It looks like you're enjoying yourself. Oh, yeah, that looks like you're enjoying. Okay, you okay? You enjoying? I'm okay. როდესაც ფაიფერ უილკინსმა 2017 წელს დედის მომზადებული საკვები გასინჯა, მან თავი ძლივს შეიკავა. ხანდახან პოპულარობისთვის ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელნი. წელს ერთმა ტიკტოკერმა ვიდეოსთვის სახე ისფერის საღებავით შეიღება, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინა, რომ მას საღებავი არ შორდებოდა. მის გარდა მსგავსი შეცდომა სხვებსაც აქვთ დაშვებული. Yeah, it is that official time where it's like time to take this off. But stuff, I guess, like this headdress. Mother of Mary, please don't let this hurt. წარსულში ბუმბული და ცვილი ადამიანების დასაშლელად გამოიყენებოდა. ახლა კი ტიკტოკერები ასეთ რამეს თავად აკეთებენ. ეს ცნობილი ტიკტოკერი გრიმის გამოყენებით საკუთარ თავს ცხოველებად და მითიურ არსებებად გარდაქმნის. მიუხედავად ამისა, წებოსა და ბუმბულების მოშორება ნამდვილად მტკივნეულია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მას სახე ცვილით არ დაუფარავს. It's hard as a rock, so I'm going to start taking her off. This could be a meme, like, or, you know, I don't know. Nice. Now, I'm crying a little bit, but you can see my pain, right? 2021 წელს ტიკტოკერმა სახელად ალექსისმა პოდკასტის მოსმენის დროს სახეზე გამდნარი ცვილი წაისვა. სამწუხაროდ გოგონამ გვიან გაანალიზა, რომ ნიღბის მოხსნა ძალიან მტკივნეული პროცესი იყო. ალექსისმა საკუთარ მდგომარეობას იუმორით შეხედა, მაგრამ შემდეგი მომენტი სასაცილო ნამდვილად არაა.
თუ გავითვალისწინებთ ცუდამინცსა და საკვებს, ბრიტანეთზე ვერ ვიტყვით, რომ ის მხიარული ადგილია. ამიტომაც გასაგებია, თუ რატომ ჰქონდა 2023 წელს სამეფო გვარდიის წევრს ტურისტების მიმართ ასეთი რეაქცია. ომში გამოწვდნილი გვარდიის ჯარისკაცები ვალდებულნი არიან მეფე დაიცვან. ამიტომაც მათთვის ხელის შეშლა ან უბრალოდ შეხებაც კი აკრძალულია. მოდით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ვიდეოს საუკეთესო მომენტებს. როგორ ფიქრობთ, რომელი სახე გამოსახავს ტკივილს ყველაზე უკეთ და რომელი იმსახურებს შილდოს? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. ნახოთ ვინ გაიმარჯვებს.